ცხოვრება გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე. თავი მეშვიდე, ლექცია მეშვიდე. იმისთვის, რათა ადამიანის არსება გავიაზროთ და გავიგოთ მთლიანობაში, ერთის მხრივ დაბადებიდან გარდაცვალებამდე ფიზიკურ ყოფიერებაში, ხოლო მეორე მხრივ გარდაცვალებიდან დაბადებამდე სულიერ სამყაროში, ამისთვის აუცილებელია თავი მოუყაროთ იმ მონაცემებს, რომლებიც ამ მიმართულებით გარკვეულ დახმარებას გაგვიწევს. მოდით გავიხსენოთ, როგორ არის განხილული ადამიანის ეტაპობრივი განვითარება ჩემს პატარა ნაშრომში ბავშვის აღზრდა სულის მეცნიერების თვალსაზრისით. ნაშრომში აღწერილია ის ციკლები, რომელსაც ადამიანი დედამიწაზე ცხოვრების დროს გაივლის. ერთი ეტაპი, ერთი ციკლი მოიცავს პერიოდს დაბადებიდან კბილების მოცვლამდე, მეორე ციკლი კბილების ცვლიდან სქესობრივ მომწიფებამდე 14 წლამდე. თითოეული ციკლი 7 წლიან პერიოდს მოიცავს, ანუ ადამიანის ცხოვრება 7 წლეულებითაა დაყოფილი. მართალია ამგვარი ციკლური დანაწევრება სავსებით კანონზომიერია, მაგრამ მეორეს მხრივ ირკვევა, რომ რეალურად ადამიანის ცხოვრებაში ეს ციკლები ზუსტად არ არის დაცული და ადამიანის ცხოვრებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი სხვა ფაქტებითაც გადაიკვეთება. ჩვენ არაერთ გზის აღვნიშნავს ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრების ძირეულად გამსჭვალავი ფაქტი, რომელიც სწორედ ციკლურ დაყოფას უკავშირდება. ეს გახლავთ მე შეგნების დამკვიდრების მომენტი, საკუთარ მოგონებებთან ცნობიერი შეხების მომენტი. ეს ფაქტი ყოველთვის არ ემთხვევა დროის ზუსტად ერთსა და იმავე პუნქტს, მაგრამ უმეტესწილად იგი დაბადებიდან პირველი 7 წლის პერიოდში იჩენს თავს. დიახ, ადამიანში მე შეგნება ამ პერიოდში შემოდის. არსებობს სხვა ფაქტებიც, რომლებიც უფრო ნაკლები სიმძაფრით იჭრება ადამიანის ცხოვრებაში, ვიდრე მე შეგნება. მაგრამ ამის მიუხედავად ისინი გარკვეულწილად არღვევენ 7 წლიანი ციკლების სიზუსტეს და გაცილებით უფრო ნაკლები რეგულარობით იჩენენ თავს, ვიდრე ნამდვილი ციკლური მოვლენები. ძნელად თუ ნახავთ ორ ადამიანს, რომლებიც ცნობიერებაში მე შეგნების გაელვების მომენტს თავიანთი ცხოვრების ზუსტად ერთსა და იმავე დროს უკავშირებს. 7 წლიანი პერიოდების თავისებურება ის გახლავთ, რომ განვითარების ფაქტები უპირატესად გარეგანიდან შინაგანისკენ მიემართება. სახელდობრ, დაბადებიდან 7 წლამდე ბავშვის განვითარება ძირითადად ფიზიკური სხეულის ფორმირებას ეთმობა. შემდეგ თანმიმდევრულად ეთერული სხეულის, ასტრალური სხეულის და გრძნობადი სამშვიდველის და ასე შემდეგ. ხოლო რაც შეეხება იმას, რაც ზემოთქმულის თანახმად 7 წლიან ცხოვრებისეულ ციკლში ერევა და გადაკვეთს მათ, აქ საქმე სხვაგვარადაა. მაგალითად, პირველ ციკლში მე შეგნების გაელვება უაღრესად შინაგანი მოვლენაა. ფიზიკური ზრდის შეჩერებაც გარკვეულწილად შეიძლება 7 წლიანი პერიოდის გადამკვეთ ფაქტებს მივაკუთვნოთ. ეს უკანასკნელი გაცილებით გვიან იჩენს თავს და როგორ ხდება ახლა ეს? პირველი 7 წლიანი ციკლი კბილების ცვლით სრულდება. მუდმივი კბილების ამოჭრა არის უკანასკნელი აქტი იმისა, რაც შეიძლება განისაზღვროს როგორც ადამიანის მაფორმირებელი ძალების ბოლო გამოვლენა. ეს არის ადამიანის ფორმა წარმომქმნელი პროცესის ერთგვარი დამასრულებელი პუნქტი. შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკურ სამყაროში შემოსვლისას ადამიანი მისი ფორმის თვალსაზრისით დასრულებული არ არის. ფორმის სულები პირველი 7 წლის მანძილზე ეხმარებიან მას და მხოლოდ ამის შემდეგ, ანუ მე-7 წლის დასასრულს, მოყავთ ადამიანი იმ მდგომარეობაში, რომ მას მხოლოდ ზრდა ესაჭიროება. ასე რომ 7 წლამდე უკვე ფორმის ყველა მონაცემის სახეზეა. შემდგომში ადგილი აქვს მხოლოდ იმის ზრდას და განვითარებას, რაც ფორმის საფუძვლებშია განბეჭდილი. თუმცა ეს პროცესი ასევე შეუფერხებლად რომ გაგრძელებულიყო, ადამიანი უსასრულოდ გაიზრდებოდა, მაგრამ აქ გარედან რაღაც ერევა. ის ფაქტი, რომ ადამიანი ზრდას წყვეტს, განპირობებულია იმით, რომ მასზე კვლავ იწყებს ზემოქმედებას ამჯერად სულ სხვა ხასიათის და თვისების ფორმის პრინციპები. ეს პრინციპები ადამიანს დაბადებიდანვე
თანდათან უახლოვდება, თითქოს და ნელ-ნელა ეპარება და ბოლოს მთლიანად ნივთდება მის ორგანიზმში და ერთიანად მოიცავს მას. ერთიანად მოიცავს მას ისე, რომ სხეულის შემდგომ ზრდას, წინააღმდეგობას უქმნის და აჩერებს. მაშასადამე, 7 წლამდე მოქმედი ფორმის პრინციპები ადამიანს ელასტიურობას ანიჭებს. შემდეგ მას სრულიად სხვა ფორმის პრინციპები მიეახლება. მათი მიზანია შეაკავონ და ჩაკეტონ, ანუ ფორმაში მოამწყობიონ ის, რაც ადამიანში ელასტიურია და ამით შეაფერხონ მისი შემდგომი ზრდა. აი სწორედ ეს გახლავთ ზრდის შეწყვეტის ფაქტორი. ყოველთვის, როდესაც ადამიანზე ერთი გარკვეული ფორმის პრინციპები ზემოქმედებს, ფორმა იზრდება და ამ ზრდას შესაძლოა არც კონდეს სასრული. ეს რომ არ მოხდეს და ზრდა რომ შეკავდეს, სხვა პოლარულად განსხვავებულ ფორმის პრინციპები იწყებენ ზემოქმედებას. პირველნი მოქმედებენ შიგნიდან, მეორენი გარედან, რის შედეგადაც ადამიანის ზრდის პროცესი გარკვეულ საზღვრებში ექცევა. შინაგან მოქმედნი, ანუ ზრდის განმაპირობებელი ფორმის პრინციპები მიმდინარეობს იმ ფორმის სულთაგან, რომლებმაც სამყაროსეული მართლზომიერი თანმიმდევრული ევოლუცია განვლეს. ხოლო გარემოქმედმა ფორმის პრინციპებმა იმ ჩამორჩენილ ფორმის სულთაგან დაიდეს დასაბამი, რომლებიც ლუციფერულ ხასიათს ატარებენ და შესაბამისი სულიერებიდან ზემოქმედებენ ადამიანზე. ის, რაც ადამიანში მატერიალურის საშუალებით, მატერიალურის გამჭოლ მოქმედებს, ერთგვარი მართლზომიერებით გაივლის მართებულ განვითარებას სატუნზე, მზეზე, მთვარეზე. მართლზომიერად შემოდის დედამიწაზე და შიგნიდან, სხეულის წიაღიდან ადამიანის ფორმას წარმოქმნის. არასწორი ფორმის სულები კი იმგვარად მოქმედებენ, რომ მიიღებენ რა ადამიანის უკვე ჩამოყალიბებულ ფორმებს, თავიანთი ბუნების შესაბამისად ამოხრუჭებენ და აკავებენ მას. ჩემი წიგნიდან იდუმალთ მეტყველება, ცნობილია, რომ ადამიანმა თავის ფიზიკური საფუძველი მიიღო საყდართაგან, ესეც სულების სახელია იერარქიიდან. საყდართაგან, ანუ ნებელობის სულთაგან. ეთერული საფუძველი სიბრძნის სულთაგან, ანუ ხელმწიფებანი, ასე ქვია სიბრძნის სულებს. ასტრალური საფუძველი მას ძრაობის სულთაგან, ანუ ძალთაგან ებოძა, ხოლო ფორმის სულთაგან, ეს იგივე უფლებანი, ანუ ელოჰიმები. მან თავის ფიზიკურ სხეულში მეს საფუძველი განბეჭდა. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი თავისი გარე გამოხატულებით მეარსებად სწორედ მართებული ფორმის სულების წყალობით ჩამოყალიბდა. ეს გახლავთ ის უპირატესად შინაგანი ცხოვრების პირველსავე წლებში, რომ იჩენს თავს. უპირატესად გარეგანი ფორმის შეკავება, შეზღუდვა მოგვიანო, სადღაც 21 წლის ასაკში მოიცავს გრძნობებს და სამშვინველს, მოგვიანო პერიოდის ნიშანდობლიობა და ფორმა ქმნადობის ერთგვარ დამასრულებელ აქტს წარმოადგენს. ამრიგად ჩვენ გავეცანით ადამიანში მიმდინარე ორ ურთიერთსაპირისპირო განვითარებას. პირველი განვითარება მართლზომიერი ხასიათისაა და ახსნის თვალსაზრისით დიდად მნიშვნელოვანი. იგი ფიზიკურიდან კიდევ უფრო ღრმად, შიგნით, მშვენიერ სულიერისკენაა მიმართული. მეორე განვითარება ნაკლებად მართლზომიერია, უფრო ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს. შიგნიდან გარეთ გაედინება და თავის გამოხატულებას პოვებს მაშინ, როდესაც ფორმა თავის წმიდად გარეგნული მხრივ მაქსიმალურ ზღვარს აღწევს. აღმდელისთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. ჩემს წიგნში ბავშვის აღზრდა სულის მეცნიერების თვალსაზრისით განვითარების პირველი ხაზია გამოკვეთილი, ანუ ის განვითარება, რომელიც ფიზიკურიდან სულიერ მშვენიერისკენ არის მიმართული. რამდენადაც აღზრდა სწორედ ამ მიმართებით ხორციელდება. რაც შეეხება მეორე განვითარებას, ეს არის ინდივიდუალური განვითარება და წარმოადგენს რაღაც ისეთს, რაც შეიძლება გაითვალისწინო, ხედველობაში იქონიო, მაგრამ მას ვერ შეაკავებ და ვერც აღზრდას დაუქვემდებარებ.
უაღრესად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რისი აღზრდა შეიძლება და რისი არა. როგორც ზრდის შეჩერებას განაპირობებენ ჩამორჩენილი ფორმის სულები, ასევე ადამიანის ცნობიერებაში მეს პირველი გამოვლენა და მოქმედება ნებელობის ჩამორჩენილ სულთაგან, ანუ საყდარნი, იღებს იმპულსს. როგორც თქვით, ეს ადრეული ბავშვობის ასაკში ხდება. ამ ორ მომენტს შორის კიდევ მრავალ ისეთ ფაქტსაც ხვდებით, სადაც ჩამორჩენილი სიბრძნის სულების და ძრაობის სულების ზეგავლენაც იჩენს თავს. შეუძლებელია დავახასიათოთ ადამიანის როგორც მიწიერი, ისე ზემიწიერი ცხოვრება, ანუ ადამიანის მთლიანი ცხოვრება, თუ კი თავს არ მოვუყრით იმ ფაქტებს, რომლებიც ადამიანზე ზემოქმედებენ, თუ კი არ გავაცნობიერებთ, რომ დედამიწის ყოფიერებაში ლუციფერულად განწყობილ არსებათა ადამიანზე ზემოქმედება სრულიად განსხვავებული ნაირსახეობითა და ნიშანდობლიობით იჩენს თავს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ევოლუციის პროცესში ადამიანის მთელმა ცხოვრებამ არსებითი ცვლილებები განიცადა ფიზიკურ პლანზეც, დაბადებიდან გარდაცვალებამდე და შესაბამისად სულიერ სამყაროშიც, გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე. რამდენიმე საუკუნით ადრე ზოგიერთი მოვლენა სრულიად სხვაგვარად წარმოჩინდებოდა. ასე მაგალითად, არსებობს დღეს რაღაც, რაც მიწიერი ადამიანისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და რაც თავისი ამჟამინდელი ფორმით გასულ საუკუნეში საერთოდ არ არსებობდა. ეს გახლავთ საზოგადოებრივი აზრის ცნება. ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში უაზრობად ჩათვლიდნენ საზოგადოებრივი აზრისადმი ისეთ დამოკიდებულებას დღეს სრულიად მართლ ზომიერად რომ მივიჩნევთ. ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში ბევრი ილაშქრებს ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, მაგრამ ამა თუ იმ ავტორიტეტის ბრმა და აღიარება დღეს გაცილებით მძიმე ტვირთად აწევს საზოგადოებას, ვიდრე გასულ საუკუნეებში. წესისამებრ, ამგვარი ბრმა რწმენა გამოიხატება იმაში, რომ ავტორიტეტი ხელშეუხებელია. ადამიანი მთლიანად განიაღრაღებულია. როდესაც მას ეუბნებიან, აქ ორი აზრი არ არსებობს, რადგანაც ეს მეცნიერულადაა დამტკიცებული. გასულ საუკუნეებში ადამიანები იმ ავტორიტეტების წინაშე იხრიდნენ ქედს, ვინც ფიზიკურად ავლენდა ამა თუ იმ სამაგალითო მისაბაძ თვისებებს. რაც შეეხება ამ თვალთუხილავ და ხელშეუხებელ არსებას, რომელსაც გულისხმობენ, როდესაც ამბობენ ეს მეცნიერულად დამტკიცებულიაო, იგი ერთობ საეჭვო გრძნობებს ბადებს. ამით თითქოს და ფუძნდება, ძალას იკრებს ის რაღაც აბსტრაქტული ხელშეუვალი, რაც წარსულში მინიშნებითაც კი არ არსებობდა. 1000 ჯურის მიმდინარეობა დღეს, რომ საზოგადოებრივი აზრის სახელით თარეშობს ადამიანთა შორის და ფილოსოფთა განსაზღვრებით უმეტესწილად მცდარ მიკერძოებულ აზრებს ავრცელებს, უაღრესად დიდ ზემოქმედებას ახდენს თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე. მე-13 საუკუნეში გარკვეული პიროვნებები დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ. ხალხი მათ ემორჩილებოდა როგორც პრაქტიკულ, ისე ქვეყნის მართვა-გამგეობის საკითხებში. მაგალითად, ფლორენციაში, როდესაც ქალაქის გამგებლობა მედიჩების ძალაუფლების ქვეშ მოექცა. მაგრამ იმ დროს საზოგადოებრივი აზრი ჯერ არ არსებობდა. ეს ცნება 4-5 საუკუნის წინ ჩამოყალიბდა. მაშასა და მეცხოვრებაში გაჩნდა საზოგადოებრივი აზრი და მსგავსი მოვლენები უნდა განიხილებოდეს როგორც რეალობა. დიახ, ეს არის აქა-იქ მოთარეში აზრების სრულიად რეალური სფერო. საიდან იღებს სათავეს და რას წარმოადგენს ეს საზოგადოებრივი აზრი? ჩემს წიგნში ადამიანის და კაცობრიობის სულიერი წარმმართველობა ლაპარაკია უმაღლეს იერარქიათა სულიერ არსებებზე, რომლებიც კაცობრიობის განვითარებას იმპულსირებენ. ადამის დროიდან მოყოლებული კაცობრიობის ფიზიკური განვითარების საფუძველია შვინვიერი განვითარება. ჩვენი სამშვინველი ადამისგან მემკვიდრეობით ბოძებულ ფიზიკურ სხეულში ცხოვრობს. კოსმიური სივრცეებიდან მოვლინებულ ადამიანთა სამშვინველებს დედამიწაზე ჩამოჰქონდათ გარკვეული სულიერი მემკვიდრეობა, სულიერი მადლი.
მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ სულიერმა მადლმა დროთა განმავლობაში ერთგვარი დეგრადაცია განიცადა, ერთგვარად დაკნინდა. აქ მხედველობაში მაქვს პერიოდი გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე. შორეულ წარსულში გოლგოთას მისტერიამდე ადამიანები გარდაცვალების შემდეგ ნათელ გაცისკროვნებულ ცხოვრებას ეძლეოდნენ. შემდგომში ეს ცხოვრება თანდათან დაბნელდა. გარდაცვლილ სამშვენველებს სულეთში უფრო და უფრო დაბინდული ყოფიერება მიჰქონდათ თან. ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა ბერძნებში, იმ დროისთვის ყველაზე უფრო განვითარებულ ხალხში, რომლებიც იმეორებდნენ თავიანთ ბრძენთა გამონათქვამს. სჯობს დედამიწაზე იყო უპუღარი, ვიდრე ლანდების საუფლოში მეფე. დედამიწაზე ბერძნები ძალზე ქმედითი სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობდნენ, მაგრამ გაივლიდნენ რა სიკვდილის კარიბჭეს, მათი ცხოვრება ლანდების არსებობას ემსგავსებოდა. დიახ, სრული ჭეშმარიტება გახლავთ ის, რომ ადამიანის წილხვედრილი სულიერი ცხოვრება გარდაცვალების შემდეგ ნათელმხილველური ან დაბინდული ცნობიერების სახით რომ ვლინდებოდა, ატლანტიდის შემდგომ მეოთხე ეპოქაში განსაკუთრებით დაკნინდა, გაილია, დაჩლუნგდა და გოლგოთას მისტერიის მომენტისთვის უკიდურესი დეგრადაციის ზღვარს მიადგა, ანუ წოდიაჩი დაინთქა. იოანეს მიერი ნათლისღების არსი გახლდათ ის, რომ იოანესთან ნათელსაღებად მისულ ადამიანებს ზემოახსნილი ფაქტის ცნობიერი აღქმის უნარი ენიჭებოდათ. ნათლისღების რიტუალის თანახმად ადამიანი გარკვეული დროით წყალში იძირებოდა და ხანმოკლე ნათელმხილველურ განცდას იუფლებდა. იოანე ნათლისმცემლის წყალობით მას შეეძლო სულიერად განეჭვრიდა შემდეგი. დროთა ვითარებაში ადამიანი იმდენად დაშორდა თავის მშვენიერ ცხოვრებას, რომ მას მხოლოდ უმნიშვნელო ნაშთიღა შემორჩა იმ დასაბამიერ ბოძებული სულიერი მადლიდან, რომელსაც თან გაიყოლებს გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებაში და რომლის წყალობითაც მას ნათელმხილველური ცნობიერება მიემადლება. მის სულში ცხადდებოდა აზრი, აუცილებელია მშვენიერი ცხოვრების განახლება. სამშვენველი უნდა აღანთოს ახალმა სხივიერებამ, რათა ცხოვრება კვლავ განვითარდეს გარდაცვალების შემდეგ. ეს ახალი ნათელი ადამიანის სამშვენველში გოლგოთას მისტერიის წყალობით ჩაეფინა. ლექციათა ციკლში ესოდან ქრისტემდე მე შევეცადე წარმომეჩინა თუ როგორ იღვრებოდა და იღვრება გოლგოთას მისტერიიდან სულიერი ცხოვრების მადლი და როგორ ასხივოზნებს იგი ამ ადამიანთა სამშვენველებს, რომლებიც აქ დედამიწაზე აღვივებენ გოლგოთას მისერიისადმი თავის მიმართებას. სამშვენველის განახლების საწინდარიც ეს გახლავთ. პავლეს სიტყვებიც ამის დასტურია. როგორც ფიზიკური სხეული ადამიანიდან იღებს დასაბამს, ასევე ადამიანის მშვენიერი შინაარსიც უფრო და უფრო აივსება ქრისტეთი, მეორე ადამიანით, სულიერი ადამიანით. მართლაც და უდიდეს ჭეშმარიტებას ღაღადებს მოციქულის ეს სიტყვები. გოლგოთას მისტერია რომ არა, ადამიანები კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ. ისინი დაუზოგავად გაფლანგავდნენ მთელ თავის მშვენიერ შინაარსს, მშვენიერად გაკოტრდებოდნენ და ან ფიზიკურ სხეულში ცხოვრებაზე აიყრიდნენ გულს, ან მარტოოდენ საკუთარ გულის წადილს და ვნებებს დამონებული წმინდად მიწიერ ცხოვრებას დაეწაფებოდნენ და სულ უფრო და უფრო დაიძირებოდნენ მატერიალიზმში. მაგრამ რამდენადაც ყოველგვარი პროცესი მდორია და თანმიმდევრული, უნდა გვწამდეს, რომ დასაბამიერი სულიერი მადლი ბოლომდე არ დაშრეტილა დედამიწაზე. არსებობენ ხალხები, რომლებმაც მიუხედავად იმისა, რომ გოლგოთას მისტერიისადმი არავითარი მიმართება არ გააჩნიათ, დღემდე შეინარჩუნეს რაღაც იმ უძველესი სულიერი მადლიდან. შედარებით განვითარებულ ხალხებს ძალუცთ მოიპოვონ მადლ-მოსილების შეგნება გარდაცვალების შემდეგ. თუ კი აღწევენ გარკვეულ მდგომარეობას ქრისტეში სიკვდილს, როზენკრეიცერული ფორმულის მეორე მოხლის თანახმად. გოლგოთას მისტერიის ცნობიერი აღქმის მეშვეობით ადამიანებმა საკუთარ მეში აღანთეს მშვენიერი შინაარსი,
რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება გოლგოთას მისტერიამდელი, მემკვიდრეობით ბოძებული, შეიძლება ასე ითქვას, პასიური მშვენიერი შინაარსისგან. მანამდე ადამიანი უმაღლეს იერარქიულ არსთა, ანგელოზთა, მთავარანგელოზთა და ასე შემდეგ უშუალო, ან თითქმის უშუალო წარმმართველობას ექვემდებარებოდა. და ამდენად უფრო მეტად იყო ამ წარმმართველობაზე დამოკიდებული, ვიდრე გოლგოთას მისტერიის შემდეგ. ხსენებულ იერარქიულ არსთათვის ერთგვარი პროგრესია ის, რომ დაიუფლეს ადამიანის წარმმართველობის ისეთი ხერხი, რომელიც არ ზღუდავს ადამიანის დამოუკიდებლობას. მაგრამ უნდა ითქვას, რომ მათ შორისაც არიან ჩამორჩენილი სულები. ადამიანის წარმმართველობაში ჩართულ ყველა იერარქიულ არსებას, როდი გააჩნია თავისუფალი წინამძღოლის ნიჭი, უმაღლესი იერარქიის ჩამორჩენილმა არსებებმა ლუციფერული ხასიათი მიიღეს და ის, რასაც დღეს ჩვენ საზოგადოებრივ აზრს ვუწოდებთ, სწორედ ამ ჩამორჩენილი არსებების, ლუციფერული არსებების საბუძვარი გახლავთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის, რასაც დღეს ჩვენ საზოგადოებრივ აზრს ვუწოდებთ, სწორედ ამ ჩამორჩენილი არსებების, ლუციფერული არსებების საბუძვარი გახლავთ. ასე რომ, საზოგადოებრივი აზრი ყალიბდება ჩამორჩენილი ანგელოზების და მთავარანგელოზების მეშვეობით. ამ არსებებმა ახლა გაიწყეს ლუციფერული ცხოვრება და ამდენად ჯერჯერობით შორს არ წასულან. ნათელმხილველური დაკვირვება ცხადყოფს, რომ უმაღლესი იერარქიის გარკვეული არსებები გოლგოთას მისტერიის შემდგომ ევოლუციაში არ მონაწილეობენ. ისინი ჯიუდად ებღაუჭებიან ძველი წარმმართველობის ყაიდას, რის გამოც იმ არსებათაგან განსხვავებით, რომლებიც ევოლუციაში არიან ჩართული და ამდენად ადამიანებთან მართლ ზომიერი ურთიერთობის უნარიც გააჩნიათ, მათ ადამიანთან უშუალო მიახლება არ ძალუძს. ჩამორჩენილი სულების მოღვაწეობა საზოგადოებრივი აზრის ერთო ბუნდოვან ცნებებსა და ქაოტურ წარმოდგენებში ვლინდება. ლუციფერული სულების ამ ლაშქარმა თავისი მოქმედება სულ მცირედით დაიწყო, მართალია ძველ მთვარეზე საზოგადოებრივი აზრი არ არსებობდა, მაგრამ ამის მსგავსი წარმმართველობის რაღაც სახეობას იქ მაინც ჰქონდა ადგილი. თუკი ყურადღებით დავაკვირდებით ლუციფერული სულების ერთიან ლაშქარს, დავინახავთ, რომ ის სულები, რომლებიც ზემოთ მოიხსენიეთ როგორც ადამიანის ზრდის შემაკავებელი ლუციფერული ფორმის სულები, წარმოადგენენ უმძლავრეს არსებებს, მაგრამ ამ ლაშქარში არიან რეკრუტებიც ბრჭყალებში. უფრო დაბალი რანგის ლუციფერული სულები, რომლებიც ახლა იქნიან კარიერას, ასევე ბრჭყალებში, მაგრამ თანდათანობით ისინიც მომძლავრდებიან და შესაბამისად მათი ზემოქმედების არეალიც გაიზრდება. საზოგადოებრივ აზრს, რომელიც დედამიწაზე სუფევს ადამიანთა შორის და დაბალი რანგის მდაბიო წარმომავლობის ლუციფერული არსებებით ინსპირირდება, გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებაში აუცილებლად უნდა დაუპირისპირდეს მისი ტოლფერდი, შემაწონაც სწორებელი ძალა. მოდით უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ახსნათ, თუ რა განაპირობებს ასეთ აუცილებლობას. იმ სულებს, რომლებიც ევოლუციას ჩამორჩნენ და რომელთა შემონაქმედიც გაახლავთ საზოგადოებრივი აზრი, არავითარი ძალაუფლება არ გააჩნიათ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, რამე თუ მათი სულიერი ზემოქმედება, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრის ზემოქმედება, დედამიწაზევე მთავრდება. საზოგადოებრივი აზრი ადამიანის გარდაცვალების შემდგომი ცხოვრებისთვის სრულიად ფუჭი, გამოუსადეგარია. საზოგადოებრივი განსჯა და საერთოდ ყოველივე ის, რაც მოვლენათა საზოგადოებრივი შეფასების თვალსაზრისით ლამის აკვნიდანვე ბორკავს ადამიანს და ზეწოლას ახდენს მის ცნობიერებაზე, თუკი მისი სიმპათიები საზოგადოებრივ აზრზეა მიჯაჭვული, რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი უაღრესად ამძიმებს სამშვენიველის ცხოვრებას კამა ლუკის პერიოდში. კამა ლუკას განსაკუთრებით იმძიმებენ ის ადამიანები, რომელთაც თავი მოაქვთ იმით, რომ მათი აზროვნება არ სცილდება საზოგადოებრივი აზრის ფარგლებს. კამა ლუკის გავლის შემდეგ საზოგადოებრივი აზრი ყოველგვარ მნიშვნელობას კარგავს. ის მხოლოდ დედამიწაზე ბოგინობს, რათა შეაფერხოს განვითარების გზა.
გადაეღობოს პროგრესს, ეგოდნენ აუცილებელს ადამიანის გარდაცვალების შემდგომი ცნობიერების ნათელსაყოფად. ის არსებები, რომლებიც საზოგადოებრივ აზრს ამოფარებული მოქმედებენ, საკუთარი ნებასურვილით ჩამორჩნენ გოლგოთას მისტერიით იმპულსირებულ პროგრამებს, მაგრამ გოლგოთას მისტერიის მნიშვნელობა დედამიწის განვითარებისთვის უფრო და უფრო იზრდება და მტკიცდება. ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ დედამიწის განვითარებისთვის არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს საზოგადოებრივი აზრის და მსგავსი საზოგადოებრივი მიმართებების კორექტირება, გაუმჯობესება. ადამიანი მხოლოდ თავისი შინაგანი არსის თვალსაზრისით შეიძლება გახდეს უკეთესი, ასე რომ განვითარება უწინარეს ყოვლისა შინაგანისკენ უნდა იქნას მიმართული. მომავალში საზოგადოებრივი აზრი კიდევ და კიდევ უფრო მძაფრად დაუპირისპირდება ადამიანს, მაგრამ იმ დროისთვის ადამიანიც გაძლიერდება. ამ ძლიერებას იგი სულის მეცნიერების მეშვეობით მიაღწევს, რათა უკეთ გაუმკლავდეს იმ სულებს საზოგადოებრივ აზრში, რომ ვლინდებიან, ადამიანმა დედამიწაზე ცხოვრების პერიოდშივე უნდა განამტკიცოს თავისი შინაგანი არსი, უნდა აკეთოს რაღაც ისეთი, რაც არ განისაზღვრება მიწიერი ცხოვრებით, ანუ არ არის დამოკიდებული მიწიერ ცხოვრებაზე. რაკიღა საზოგადოებრივი აზრის შემოქმედებით ადამიანის სულ უფრო და უფრო ეჯაჭვება მიწიერ ყოფიერებას, გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის მან უნდა მიიღოს ის, რაც შემდეგ ცხოვრებაში გამოათავისუფლებს მას საზოგადოებრივი აზრის მართუხებისგან. ამას უკავშირდება ის გარემოებაც, რომ დედამიწაზე საზოგადოებრივი აზრის დამკვირვების პარალელურად მარსზე საფუძველი ეყრება ბუდას მეუფებას. ასე რომ გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის ადამიანი ბუდას სამეუფეოს გადის. ქრისტიან როზენკროიცმა ღირსწყო ბუდა აღესრულებინა მეტად მნიშვნელოვანი მისია. ეს მისია განხორციელდა მარსზე ბუდას სრულიად განსაკუთრებული მოღვაწეობით. ამიერიდან ის, რაც მიუღებელია მიწიერი ყოფიერებისთვის სახელდობ მიწიერი პირობებიდან განდგომის სურვილი, ადამიანმა გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის მარსის სფეროში უნდა ამოწუროს. სწორედ მაშინ იშორებს იგი საზოგადოებრივი აზრის უსარგებლო გარსს. მომავალში სულ უფრო და უფრო იმძლავრებს ადამიანის დამაკნინებელი გარემოებანი და კიდევ უფრო საჭირო გახდება ის, რასაც ადამიანი როგორც ბუდას მოწაფე მარსის სფეროში გაივლის. დედამიწაზე ბუდას მოწაფე შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც არ სურს კაცობრიობის განვითარებულ ნაწილთან ერთად იაროს. რამე თუ ის, რასაც ბუდა ადამიანს შთაუნერგავს გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის, როგორც ინკარნაციებიდან გამოთავისუფლების იდეას, სრულებით არ შეესაბამება მიწიერ ცხოვრებას, რომელიც, როგორც ვიცით, განმეორებადი ინკარნაციების პრინციპს ემყარება. ბუდას მოძღვრება, ანუ რასაც ბუდა დედამიწაზე ასწავლიდა, ფიზიკური სხეულიდან გამოთავისუფლებული სამშინველისთვის იყო განსაზღვრული. იგივე ამჯერად უკვე წინწასული ბუდას მოძღვრება, ახლა უკვე გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდელ ცხოვრებას შეესაბამება და როგორც ბუდა შემოვიდა ლუკას სახარებისეული ჩვილი იესოს ასტრალურ სხეულში, ასევე შევყავართ ქრისტეს მარსის სფეროში გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე. რათა აღვიქვათ ბუდას განვითარებული მოძღვრება. ამრიგად ადამიანს მარსის სფეროში საშუალება ეძლევა გამოთავისუფლდეს იმისგან, რაც მან დედამიწის შემდგომი პროგრესისთვის სრულიად გამოუსადეგარი საზოგადოებრივი აზრის მოძალადეობრივი ზემოქმედებით მიიღო. თუ კი ძველად მარსს ბრძოლის სულით კვეთილ სათნოებათა პლანეტას უწოდებდნენ, ბუდას მისიის თანახმად ეს სათნოებები ადამიანში ისეთნაირად უნდა გარდაქმნილიყო, რომ მათ თანდათანობით დაემკვიდრებინათ თანამედროვეობისთვის აუცილებელი თავისუფალი, დამოუკიდებელი აზროვნება და როგორც აქ დედამიწაზე ადამიანი მზადაა საზოგადოებრივი აზრის წილ დათმოს საკუთარი თავისუფლება, ასევე მარსზე მას ეუფლება მისწრაფება ჩამოიყაროს ეს ხუნდები და არამც არ დაუშვას მომავალ მიწიერ ცხოვრებაში საზოგადოებრივი აზრის პირად განსჯაზე დომინირება. აქ შესანიშნავადაა წარმოდგენილი
რომ სამყაროს განაგებს სიბრძნე და ამ სიბრძნის ძალით, როგორც ყოველივე ახალი, განვითარებადი, ასევე რეგრესული საბოლოო ჯამში ისეთნაირად წესრიგდება სამყაროს ევოლუციაში, რომ ამ ევოლუციის საბოლოო შედეგი არის ჰარმონია. ჭეშმარიტად, ადამიანი ვერავითარ პროგრესს ვერ მიაღწევს, ვიდრე შუა ნეიტრალურ ხაზს მიჰყვება. ბევრი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ შეიძლება ერთი რომელიმე თვალსაზრისის ცალმხრივი კატეგორიული აღიარება. თუმცა იმის მოწმენიც ვართ, რომ თუ რა სიმტკიცით იცავენ თავთავიანთ პოზიციას იდეალისტები, მატერიალისტები, სხვა ისტები, განვითარებული ინდივიდუალობები, როგორიც იყო მაგალითად გოეთე, სხვაგვარად ეკიდებოდა ამ საკითხს. მატერიალურ გარემოებებს ისინი მატერიალური აზროვნების მეშვეობით აწესრიგებდნენ, სულიერებისთვის კი იდეალისტურ აზროვნებას მიმართავდნენ. მაგრამ ასეც ხდება, რომ შვინვირად ნაკლებ განვითარებული ადამიანები მიაჩნიათ რა, რომ მტკიცედ ფლობენ ორივე პოზიციას, განაცხადებენ ჭეშმარიტება ორ საპირისპირო მოსაზრებას შორის ძევსო. ეს მიახლოებით იგივეა კაცმა ორ სკამს შუა დაჯდომა რომ მოიწადინოს. ჭეშმარიტებას მივაკვლევთ მაშინ, როდესაც გარემოებების და შესაბამისად სათანადოდ გამოვიყენებთ შემეცნების როგორც მატერიალისტურ, ისე იდეალისტურ ხერხებს. სამყარო ვითარდება არა იმით, რომ ის ყოველთვის შუალედურ პოზიციას ირჩევს, ოქროს კვეთის მდგომარეობას, ამ ცნების ჭეშმარიტი გაგებით. ვაღწევთ მაშინ, როდესაც არსებობს პოლარული მხარეები და როდესაც ვითვალისწინებთ ორთავე მხარეს, როგორც რეალურ ძალას. სასტორით რომ რაიმე ავწონოთ, ამისთვის ორი პინაა საჭირო. საზოგადოებრივი აზრის პირისპირ უნდა არსებულიყო მისი პოლუსიც, ბუდას მოთხრება პლანეტა მარსზე. რომ არა საზოგადოებრივი აზრი, არც ბუდასზე მოაღწევ მოვლენას ექნებოდა ადგილი. ყოველივე ცოცხალი პოლარულობათა ურთიერთქმედებით იბადება. ჩვენ არ უნდა ვეცადოთ ცალკეულ წინააღმდეგობათა აღმოფხვრას. ცხოვრება და პროგრესი პოლარულობის ნაყოფია. წინსვლას წინააღმდეგობათა ჰარმონირება განაპირობებს. ამრიგად საზოგადოებრივ აზრს, რომელიც ბევრად უფრო მდარია, ვიდრე ის, რასაც ავლენს ყოველი ცალკეული ადამიანი, როდესაც დამოუკიდებელი აზროვნების გზით მიიწევს წინ, დაუპირისპირდა ბუდას მიმდინარეობა, რომელსაც ადამიანი გარდაცვალებასა და ხელახელ დაბადებას შორის ეწიარება. ანალოგიურად ჩამორჩენილ სულებს მნიშვნელობას ვანიჭებთ იმდენად, რამდენადაც ისინი განვითარებული სულების საწინააღმდეგო პოლუსს წარმოადგენენ. მომავალში დედამიწის ევოლუციის კვალდაკვალ ადამიანი კიდევ უფრო გაამდიდრებს და გამრავალფეროვნებს ცხოვრებას თავისი ნიჭით და უნარით, რომლებიც სრულიად ახალი საკუთრივ ფიზიკურისგან განსხვავებული ფორმით წარმოჩინდება. მომავლის განვითარებას დაჰყვება ის ნიშანდობლიობა, რომ მომრავლდებიან ადამიანები, რომელთა ცხოვრებაში რა მიაღწევენ განსაზღვრულ პიკს, ასაკს, მოხდება გარდატეხა. სახელდობრივ ისინი გამოავლენ ისეთ თვისებებს, ადრესრულიად რომ არ ახასიათებდათ. ეს იმ წინმავალ განვითარებულ სამშვინველთა ხვედრი გახლავთ, გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის ბუდას მოწაფეობა რო განულებს. ამ მოწაფეობის შედეგს ადამიანი თავისი ცხოვრების შედარებით გვიანდელ ასაკში ავლენს. ეს ადამიანები მომავლის ჭეშმარიტად სულიერი პროგრესის მატარებლები იქნებიან. მათთვის დამახასიათებელი განვითარების ნელი ტემპის გამო თავიდან ისინი არ იპყრობენ ყურადღებას. შესაძლოა განუვითარებელი ადამიანი შთაბეჭდილებასაც ტოვებენ. მათი ნიჭი გვიან მჟღავდება. ეს იმიტომ, რომ წინა ინკარნაციებში მათ შეიმზადეს კვიდრის საფუძველი, რათა სულიერ სამყაროში განსაკუთრებული ინტენსივობით გაევლოთ მარსის კულტურა და დედამიწაზე ისეთი მონაცემები დაბრუნდნენ, რომ შეძლეს თავიანთი ორიგინალური მოღვაწეობით ახალი გეზი მიეცათ კაცობრიობის განვითარებისთვის. ამიტომაც დასავლეთის როზენკროიცერულ მიმართულებაში ხაზგასმით მიუთითებენ, რომ შეუძლებელია კაცობრიობის ჭეშმარიტ წარმმართველ ინდივიდუალობათა სიყრმითვე შეცნობა და რომ ისინი წარმმართველ ინდივიდუალობებს განეკუთვნებიან, იმიტომ, რომ შედარებით გვიან აღენიშნებათ გარკვეული მიმართების გარდატეხის მომენტი. როდესაც ჩვენი დროის ნათელმხილველი ბუდაზე ლაპარაკობს,
მან უწინარესყავლისა იცის, რომ ბუდამ პირნათლად აღასრულა ის, რაც მის მოძღვრებაში იყო ჩადებული. ბუდამ ბრძოლა განაგრძო ადამიანში იმ საწყისის განსამტკიცებლად, რომელიც არ მიელთვის უშუალოდ ფიზიკურ სხეულებრიობას და ამიტომაც ცხოვრების დასაწყისშივე არ მკვიდრდება ფიზიკურ სხეულებრიობაში, არამედ მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, როდესაც ფიზიკური სხეული განვითარებას მიაღწევს, სულისკენ გარკვეულ ნაბიჯს გადადგამს და რამდენადმე მიახლება მას. მაშინ შემოდის ადამიანში ბუდას საბოძვარი და როგორც მოგახსენეთ, ეს შედარებით გვიანდელ ასაკში ხდება. ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ კი ადამიანის მთელი არსის განვითარების შემეცნებას ვესწრაფვით.